ოდნელ შესაძლებლობებს გიხსნის. შეწყდა. დამიჯერა. მარკეტინგულად ეგრეა ზნო. ფული მაქვს აღებული. settantasette, მაგრამ სადღა არის? გონსალო იგუაინის გარეშე ეს საკითხი. შევიწოვოთ. Digital marketing. Things we got ჩართოთ ვიდეო. ასე უბრალოდ ვიწყებ წონადადების მორიგ ეპიზოდს, პრინციპში რა უბრალოდ აი კრუასანები, აქეთ ყავის აპარატი, ალბათ ყველა თქვენთაგანი და მეც თქვენთან ერთად რო ვინატრებით, ისეთი სასურველი დილის ამბავია, ევროპული ასთავარია, აქვე რა თქმა უნდა კიდევ ერთხელ ვაფიქსირებ ყველა რეჟიმის პატიმარს გვერდში უდგავარ და თანაუგრძნობ და უშცვანახებ. ხო და რატომ ხდება ეს ყველაფერი და ამ გაგანია დიეტის მიმდინარეობისას, რატომ მოვიწყო ესეთი ცოტა მაზოხისტური ამბავი. ანუ ყველა თავისუფლად რეფლექსირებს ამ პერიოდში და მე გადავწყვიტე რომ რაღაცა ცოდნას მივაწვე, იმიტომ რომ ასე არ იქნება სულ. დაიქოქება ისე ქვეყანა და აღმარჩი წავა და დავხვდე უნდა ამზადებული მაგ პერიოდს. ყოველ შემთხვევაში ეხლა ესე რეფლექსირებ ამ ყველაფრის გათვალისწინებით რაც ხდება. და ჩავაჭირე რა სწავლას, აგერ ჩემი სწავლის შედეგს წარმოვიდგენთ. მე ყოველგვარი გადავლის გარეშე, იმიტომ რომ ვერტიკალურ ვიდეოებზე გადავედი აქტიურად. ხვდებით რასაც გულისხმობ, პლატფორმებიც დავიმატე აქტიურად, Facebook-ი, Instagram-ი, TikTok-ი, შენოზოს არხი. ყველგან წარმოჩენილი არის ჯერჯერობით როგორც ჩანასახი, მაგრამ წარმოდგენილი იქნება მალე მთელი რიხით და ამბებით. ვერტიკალურ ვიდეოებში ნახავთ და დარწმუნდებით, რომ ეს ყველაფერი ნამდვილად ჩემი ხელების შექმნილი არის. ესეთ გენიალურ ადგილას ვიყავი, მასტერკლასი გავიარე კრუასანის თხოვაში. პრალინე, ასეთი თხოვების აკადემია გახლავთ და გენიალური შეფი გავიცანი, უაღრესად პროფესიონალი თავის საქმის და მთელი გულით და შემართებით მოვიკითხე აქედან. ჩემს უკვე შევფიცეთ ერთმანეთს ძმობა, ჩემს ძმაკაცს, მიშკა ფცქიალაძეს, საოცარი კაცი. ცომის მოზელვიდან საცხობი ღომერიდან გამოღებამდე ყველაფერი გვასწავლა და დაგვაოსტატა ამ საქმეში. ეგ არის რა ის კრიზისული სიტუაცია რაღაც ოდნელ შესაძლებლობებს გიხსნის, გონებრივსაც, ფიზიკურსაც, ურის ფორმის რაც არის ეს გახლავთ ბრიოში, ფრანგული, კრუასანები შენ ხარ ჩემო ბატონი. დანარჩენი ეს უკვე დანიური და ვარიაციები იმ ცომის, რაც მოვზილეთ და ყველაფერი ერთკვილეული, როგორც იცით კეტო დიეტით შაქარი და შაქრის შემცველი ნებისმიერი პროდუქტი, ფრუქტოზის ჩათვლით, ანუ ხილები, ტკბილები, ყველაფერი აკრძალული მაქვს. ორი დღე მაზოხიზმს ვეცეოდი ამ ყველაფერს ვაცხობდი, აი ამ განუმეორებელ სურნელებს მით უმეტეს ცხოვრების პროცესში გამოდის აერში ამერებს ყველაფერს ვიყნოსავდი და უკმა ეხელუხლებელია. სადიზმს აქ ადგილი ჩემი მხრიდან ოჯახს სანამ ამ ყველაფერს თქვენ არ დაგანახებთ, ხელი არ მივაკარებინა. ერთ სიტყვით, ნება-მემბოძეთ წარმოგიდგინოთ ჩემი თავი, სერტიფიცირებული მცხოვრებელი. ზურაბ შანზულაჩიჩილაძე. Who successfully finished croissant masterclass. Croissant. ეხლა ყავაზეც ვიტყვი. ყავის ამბავში გამეკავშირდა გემრიელი ყავის კომპანია ლავაცა ტურინიდან, იტალიიდან. ჩამოდის ეს ყავა ჩვენთან საქართველოში. ამ კომპანიის ქართული წარმომადგენლობა და შეხერჯემი ბატონი ეხლა რომ თვალები მიმაშტერდა და თქვენსკენ ვეღარ ვიხედები და მიჭირს ესე გამოხედა, იმიტომ რომ ის მაინც თავისკენ მაბრუნებს, აი ვცდილობ ეხლა ამოგხედოთ, მაგრამ ეგრევე თქვენს ეს გას ლავაცა ბლუს ყავის სახარში აპარატი, აი ესეთი კუსკუსელა კაფსულები, ჩავრთე, ესე ჩავახტუნო თუნა, კუდი აქვს თავისკენ კუჩიჟება, გავხუროთ. ცოტას ირიანცელებს, ამას აღუჭრით ეხლა. შეწყვიტე გუღუნი ჩემო იტალიელო მეგობარ. მოგასწავლეთ. შეწყდა. დამიჯერა.
აუ აკრძალვაში არ მაქვს, სამდე მადლობელი თქვენ. ვიღაცები ჩამაჭერენ. არა, გადაახვია ბიჭო, რეკლამა რა მთელი გადაცემა რა იმ დროს დაბადების დღის საჩუქრებზე ვილაპარაკე და ვიღაცა კომბლემ კომენტარი გააკეთა. პირველი წუთის მერე აღარ მიყურებია რეკლამა მთელი გადაცემა. აუცილებლად დაბადების დღეზე აჩუქა აგერ. აი კაჯი. მადლობის მოხდა რატო არ რეკლამა. გემრიელ ყავას რო უსვამ და რაღაცა რომ მომიტანა. რატო არის ეს რეკლამა? კაი, ვიღაცები ჩამithulიან. მარკეტინგულად ეგრეა ზნო. გამისწორდა და იმიტომ ვხდი მადლობას. აი დარდი ხა ძინა ის ჩათვალეთ ვიღაცები. ჯიგრები ხო ხდებით? ჯიგრებს უსწორებ ჯიგულად. თქვენ მევასებათ რაღაცა, დამიწერეთ, აი ეს მევასება. ბაზარი არა, ვიტყვი. აი ამ ჩემი კომენტარის ავტორს ევასება ადიდასი. რა? ადიდასის რეკლამა. რა იტანჯება ხალხი რაღაცა თავის თავთან ჭიდილში ტანჯავს ხვებსაც. ხო, კალენდარი გადმოვიკიდე აქეთ, ეს გახავთ შიცის ცენტრის მიერ ნაჩუქარი კალენდარი. რეკლამაა, ხო? მადლობა შიცის ცენტრს. ფული მაქვს აღებული. ხო და აქ ვინიშნავ თითოეულ დღეს, კალმისტარი მაქვს, ეხლა თქვენთვის როს მაგიდა გავაწყოთ, ჩემი ნივთები რაც მუდმივად მიდევს ლეპტოპი, კალმისტარი, ბლოკნოტები ჩაწერები, ისინი გადავდე ვერცე. რომელიც მომცნობს, რომ წინა მონიშნიდან, როცა დავიწყე 6 ნოემბერს თუ ჩავაჭირე კეტო დიეტას გასულია 77 დღე. სეტანტასეტე, მაგრამ სადღა არის? დამპალო იტალიელი, კაი ყავა გაქვთ და ცუდი გუნდის მფლობელები ხართ. ყავთ ლაურენტის ისახით. ვაჭარი დედა ვატირება მისი. ტუიანი თქვა ერთი დავადე ტუს. ვის დედა გვარსონას ამბავი კი ვიცით, როგორ უნდა ჩავიხლიწოთ ახლა ჩვენი იოგები პარი სენ-ჟერმენში ვარას გატანონ გოლებზე, დაწინაურდნენ გუშინ ბიჭები. არას პასზე უკვე ჰოია ატეხეს, ტაფსონას ვენაცოლე. მოვიკითხე აქედან ჩემი მეგობარი და ძმა. ტაფსონას რეკლამაც გავაკეთე და სეტანტასი გავაკეთე კიდე. აყუთი მოჯვიდ ბიჭო, ამაშენე დროზე. არ გადამრიოთ. ამ გადაობაში კი გამისწორდებოდა რამე ჰელსი მიმართულების სპონსორი ამ ყველაფრისთვის. გამისწორდება რა გამიადვილებდა რაღაცების კეთებას რა. ეხლა ნათხოვარი მიკროფონი მქონდა, ჯონზი კამდამითრია. მეგობრებს გამომართვა, დაჭირდათ გონსალო იგუაინის გარეშე იწერს ჩემი ტელეფონის მიკროფონის იმედზე ვარ. აპატიეთ თუ რამეა. არ დამიწყებია, აი როგორ ყურადღებას ვაქცევ ჩემს გამომწერებს და ხალხს მის კომენტარებს წერს. BMI-ის ამბავზე იქ წამოიჭრა ეგეთი საკითხი, რომ ჩასაზუსტებელიაო, შონზი გზამიკო, სპორტსმენები ვინც არიანო, რაღაცა ეს ბოდიბილდერებიო, რა ყუნთის მასა ვისაც მეტი აქო, იმათო ფორმულაო, პოპო. იქვე დავპირდი, აი ხა ამ კომენტარს უცებ დავსკრინო და განახეთ. ხო დავპირდი. ხო ნახეთ რომ დავპირდი. გაგირკო მეთქი მაგ საკითხს. არ დამეზარა. განვიხილეთ ჩემი მეგობრის კომენტარის ავტორის მიერ წამოჭრილი საკითხი. გთხოვთ ჩართოთ ვიდეო. რაღაცა კაი დუხში მიყავს. როგორ მოგწონთ კომენტარებით მივხვდები. ესე წაყვანა წონადადების. აი სწორედ ამ თემასთან დაკავშირებით შევიკრიბებთ კვლავ. ისევ მოუპარე თავის ძვირფასი დრო. ლელას და სანამ ჩვენ უშუალოდ ჩემი გამომწერის მიერ დასმულ კითხვაზე გადავიდოდეთ, ვიმყოფებით ახლა ქვიშხეთში ვართ, სასტუმრო მწერლებში და გუშინ წინ ჩატარდა აქ სემინარი თამბაქოსთან დაკავშირებით. თამბაქოს ახალი პროდუქტების შესახებ სემინარი გქონდა და შევეხოთ ამ თემას ახალ პროდუქტებში რა იგულისხმება და რითი არის არანაკლებ ცუდი ვიდრე ჩვეულებრივი სიგარეტი. თამბაქოს ახალ პროდუქტებში იგულისხმება ელექტრონული სიგარეტები, გასახურებელი თამბაქო, სნუსი, ბალიშები, ანუ თამბაქოს ინდუსტრია ძალიან კრეატიულია, სამწუხაროდ. ჩვენგან განსხვავებით ჩვენ ისეთი კრეატიულები ვერა ვართ ხოლმე, მაგრამ ვცდილობთ რომ არ ჩამოვრჩეთ ასე ვთქვათ და ყველა მათ ნაბიჯზე გვქონდეს კონტრნაბიჯი. ტრადიციული თამბაქოს მოხმარება მცირდება. მაგრამ მისდება ელექტრონული სიგარეტის მოხმარება, გასახურებელი თამბაქო, რომელიც ჩვენში აიქოსით არის, რეალურად ბრენდია ეს აიქოსი. ძალიან ბევრი, თუნდაც 13, 15, 16 წლის ბავშვი, რომელშიც ახლა ჩავატარეთ ზუსტად კვლევები, ამბობს, რომ ისთვის ფაქტიურად სრულიად ხელმისაწვდომია ელექტრონული სიგარეტი, ანუ
ფასიც დაბალია და გარდა ამისა ძალიან სამწუხაროა, მაგრამ კანონიც ირღვევა და არასრულწლოვანზე ხდება მაინც მიყიდვა, მიუხედავად იმისა, რომ აკრძალულია და ზიანი ფაქტიურად იგივეა მეტი თუ არა. ამ ახალ პროდუქტებზე ესეთი დიდი სამეცნიერო კვლევები კვლავ მიმდინარეობს და გარდა იმისა, რომ თამბაქო რასაც იწვევს, რაც ოდითგანვე ვიცით, გარდა ამისა ამ პროდუქტებში არის ესეთი ნივთიერებები, ქიმიური ნივთიერებები, ნაერთები, კანცეროგენებიც, რომლებიც ვიცით, რას იწვევს, მაგრამ არის ისეთებიც, რომლებიც კვლევის საგანია და ალბათ კიდევ წლების განმავლობაში სულ ახალი და ახალი მტკიცებულებები დაგროვდება. სამწუხაროდ იმის იმედი არ მაქვს, რომ რაიმე დადებითი მტკიცებულება დაგროვდეს, უფრო უარყოფითი, იმიტომ რომ ამ ეტაპზე რაც არსებობს, იგივე ზიანის მომყენებელია ეს ახალი პროდუქტები და ასევე პასიური მწვეველობაც. მინდა რომ გამოვიყენო ახლა ეს შესაძლებლობა და ხაზი გაუსვა, რომ სამწუხაროდ არის გავრცელებული არასწორი ინფორმაცია, თითქოს ეს გასახურებელი თამბაქო, აიქოსი დაშვებულია საზოგადოებრივი თავშეყრის ადგილებში, კაფეებში, რესტორნებში, ოფისებში და ასე შემდეგ. მინდა ყველამ გაიგოს, რომ ეს არ არის დაშვებული, გასახურებელი თამბაქოც, ელექტრონული სიგარეტიც, ჩვეულებრივი ტრადიციული სიგარეტიც ყველა არის თამბაქოს პროდუქტი და საქართველოს კანონმდებლობა თამბაქოს პროდუქტს განმარტავს და ყველა ეს ჩემი ჩამოთვლილი შედის ამ პროდუქტში. არავინ არ მოტყუდეს, რომ ბოლი არა აქვს, თითქოს სუნი არა აქვს და ასე შემდეგ. აქვს, ბოლიც აქვს, სუნიც აქვს და პასიური მწვეველობა ასევე არის ძალიან სახიფათო, ისევე როგორც ტრადიციული თამბაქოსგან გამოწვეული პასიური მწვეველობა. მოდი ახლა გადავიდეთ ჩვენს თემაზე. ჩემი ინტერაქცია ჩემს მაყურებლებთან და ხალხთან, რომლებიც ჩემი გამომწერი არის არხის, ძალიან მუდმივია, უკვე დიალოგის რეჟიმში ვართ გადასულები კომენტარებში და ერთ-ერთი ჩემი გამომწერის შეკითხვა იყო BMI-სთან დაკავშირებით. მეც დამაინტერესა საკმაოდ ესეთი საფუძვლიანად, რომ ჩაუჯდა თვითონ ჩემს ინტერვიუს თქვენთან იმ ადამიანის ნაზრებია, ვისთვის თუ არა ლელასთვის უნდა მეკითხა ისე ამ ყველაფრის შესახებ. სხეულის მასის ინდექსი, ანუ BMI, ეს არის ზოგადი პოპულაციისთვის ხელმისაწვდომი, ანუ მარტივად გასაგები ფორმულა და მარტივად გასაგები შეფასება საკუთარი სხეულის მასისა. არ ითვალისწინებს ვეთანხმები შეკითხვის ავტორს, BMI-ის მიზანი არ არის, რომ ეს ყველაფერი გაითვალისწინოს. ეს არის მორგებული ჩვენი ზოგადად მსოფლიო პოპულაციის დაახლოებით ალბათ 95%-ზე, რომელიც არის ადამიანი ჩვეულებრივი ფიზიკური აქტივობით, რასაც ბატონი გამომწერი გვეკითხება, ანუ განსაკუთრებული ადამიანებისთვის, რომლებიც არიან სპორტსმენები, ან მისდევენ სპორტს, შეიძლება პროფესიონალური სპორტსმენები არ იყვნენ. ამ შემთხვევაში, რა თქმა უნდა, არის სხვა ფორმულებიც, რომლებიც ითვალისწინებენ კუნთის მასას, ცხიმის მასას და ასე შემდეგ. პროფესიონალური მორბენლები, ხარო ჩვენს რო უყურებთ, ძალიან გამხდარი ადამიანები არიან, ძირითადად წონის ნაკლებობა აქვთ, 18.5-მდე არის ეს. რუსის სწრაფი განავითარო რო რაგბისტებს თქვა სხვანაირად არის. ანუ ეს თითოეულ სპორტს აქვს თავისი მახასიათებლები, ასე ვთქვათ, რამდენი უნდა იყოს კუნთის მასა, რომელიც ასევე სხვადასხვა მეთოდია ამ გამოთვლის, რამდენი უნდა იყოს ცხიმი, აი ბოდიბილდერებზე ვსაუბრობდით, ხო, იქ უკვე უშუალოდ ვთქვათ გარშემოწერილობა მკერდის, ბიცეპსის და ასე შემდეგ. ანუ ესეთი უნივერსალური ფორმულა არ არსებობს, სხვადასხვა რამოდენიმე ფორმულაა, რომლითაც შეგვიძლია გავიგოთ კუნთის მასა, გააჩნია კიდევ სტაჟს. რაც უფრო მეტი გაქვს სტაჟი, ვთქვათ, სხვადასხვა სპორტით ან ფიზიკურად აქტიურობის, იქ უკვე სხვა იქნება შენი სხეულის მასის ინდექსი. ანუ რეალურად ეს BMI ხო გვაჩვენებს მიმართულებას. ძირითად სიტუაციის ინდიკატორია და გვაძლევს ინდიკაციას, ვთქვათ, ჭარბი წონა გვაქვს, სუქანი ვართ, დაბალი წონა გვაქვს პირიქით.
ხოლო შემდეგ უფრო დამატებითი თუ კი რამე გვაინტერესებს, იქ უკვე სხვა ფორმულებია, თუ კი სპორტით ვართ დაკავებული, იქ უკვე სპორტის ექიმები არიან, რომლებიც ინდივიდუალურად მიცემენ მიმართულებას. ეხლა ესე მოარული ფაქტი არაერთხელ გაგვიგია, რომ რომელიღაც წონით კატეგორიაში ვთქვათ მუჭიდავე ვარჯიშობს და იმიტომ რომ ხვალ გამოსული იყო იმაზე, ვთქვათ 2 კილო დაიკლო, იგდებს. ანუ იქ უკვე სხვა მეთოდიკა გამოშრობას იკეთებს და რაღაცა. ხო. კი განაცვალე, გასაგებია ყველაფერი. ანუ არის ეს ზოგადად ჩვეულებრივი ეს არის ჩვეულებრივი პოპულაციისთვის ძალიან მარტივი, რომ თალყური ადამიანს ვთქვათ საკუთარ სხეულს, თუმცა შეიძლება BMI ცოტა მეტიც იყოს, ნორმაზე მეტი და ვთქვათ ჭარბი წონისკენ იყოს, მაგრამ იმდენად ფიზიკურად აქტიურია, იმდენად ზოგადად ჯანსაღად გრძნობს ადამიანი თავს, რომ ეს არ არის პანაცეა, რომ მაინც და მაინც ვთქვათ უფრო დაბალი იყოს. მადლობას ვუხდი ლელას, კიდევ ერთხელ დიდი მადლობა. ჩვენ მაშინ შევთანხმდით იქ სტუმრად რო ვიყავით თქვენთან. პერიოდულად შეგაწუხებთ კი და დიდი სიამოვნებით. თუ რამე ასეთი საფუძვლიანი ჩაშლა არის თემის საჭირო, მე ვიცი ვის მიმართ ხოლმე. კი ბატონო და მეც გამოვიყენებ შემთხვევას და თქვენგან დაპირებას მივიღებ, რომ ჩვენც თუ დავგვჭირდა რაღაცა თემების განსაკუთრებული ყურადღების მიქცევა, შეგაწუხებთ ჩვენც. ყოველ მიზეს გარეშე მიმსახურეთ 24/7. ამომწურავი იყო, ხო? თუ რამე კითხვებია, ფიდი აგერ ვიდეოს ქვეშ გახაზირებულია, დაადგინათ, დაწერეთ ეს საკითხი. შევიწოვოთ. რო აღარ იყოს კითხვები. მეტი რა მოხდა კიდე კარგი მაგ პერიოდში. ამ წუთისათვის ერთი კურსი მთლიანი დავყურე სოციალური მედიის მარკეტინგის. გოგონები გაგაცანით მე წინა თვალსაჩინოში, აი იქ დამაყოლებული ვსწავლობთ, მოვყვებით. გავედით დამკაში. ინანელა, მადლობა, ბოლო პრაქტიკულ შეხვედრაზე მოვდივარ, ძალიან შინაარსიანი, ორთვეზე მეტი გამოვიდა. ცოდნის მიღების მხრივ იყო უნიკალური პერიოდი. და მადლობა კიდევ ერთხელ თქვენ. ამასობაში ახალი კურსის პირველი გაკვეთილი ჩამიტარდა უკვე. ჩემი მეგობრები Smart აკადემიიდან, საერთაშორისო არხზე მიდევს, სამართლოდ დაიჩაგრა, იმიტომ რომ ისეთ პერიოდში დავდე აი Silent Mode-ი YouTube-ზე და ბევრი ნახვები არ აქვს. სტუმრად ვიყავი მოქმედების პოდკასტში და შევთანხმდით ესეთ რაღაცაზე, რომ რაღაც პერიოდის შემდეგ თუ რამე კაი კურსი ჩაინიშნებოდა, აგერა ვარ ბატონო სტუმრში, გავიჩითებოდი მეც და ამეწყო ციფრული მარკეტინგის მთლიანად ესეთი გლობალურად, მთელი თავისი დიდებულებით დიჯიტალ მარკეტინგის კურსი. მოვიკითხავ ორივე კურსიდან უკვე ძალიან ჩემს მეგობრებს, ამ ორ თვენახევარს ერთად გამოვდივართ. სკუბები, მოგუებს და ჩემს მომავალ უკვე რომ მოვითელეთ ერთმანეთში და რაღაცა ერთობების ქსოვა დავიწყეთ, მათაც მოვიკითხავ. კიდე კურსი კოუჩინგის მიმართულება არის, პირადი კოუჩინგი გავიჩინე. ერთად ვჭობთ ამ მომენტისთვის ჯერ არა გვაქვს მიღწეული. სახელი უნდა მოვიფიქროთ, ანუ იმ სერვისის, რომელსაც ეს გენიალური ადამიანი თავაზობს, ჩვეულებრივ ადამიანებს, ნატალია სტრედო. მეგობარი უკვე ჩემი. მე ყველაზე მეტად აი როგორია შლეიფი დამიტოვა მასთან ერთმა, რომ აი მომოტივირებს სასტიკად. ანუ ყოველი საუბრის შემდეგ რაღაცა მოდი აქ რაღაც წიგნს ვიღებ, ვასკანირებ პირდაპირ ტვინში რაღაცას ვაკეთებ, ვიღაცა დამირეკავს, კი ძმო, შენთან რა აი ეხლავე გამოვდივარ, აი ეგეთი რაღაცა ჭირს, რომ მამოტორებს რა, ანუ ეთყობა აქ რაღაც ენერგეტიკა, როდესაც მიხვდები, როცა აი ეს ურთიერთობაში გახსნილი არხი და ტრანსფერდება ინფორმაცია პირდაპირ გირთყამს, სადაც საჭიროა და ეგრევე გიშვებს სამოტივაციოდ ესე აი გაგლეჯინებს რაღაცა გაზანზარებინებს. იმიტომ რომ შიგნიდან ზანზარებს შენ რა გააკეთე შიგნით რომ ბიჭურად ზიხარ ეხლა ოერეს რაგერი გააკეთე იქ იმას მიეხმარი იქ რაღაცა კი. მადლობა კიდევ ერთხელ ნატალია. მას რაღაცა აი ჩართვის ფორმით მინდა რაღაცა მაფიქრებული მაგ და აუცილებლად ამ ჩართვას განახით. რა აი როგორ მიმდინარეობს ახლა მთელი სეანსი რა თქმა უნდა, მაგრამ აი რადონის კომუნიკაციაში ვარ ერთად გასულები. აი კითხვა, ფიქრი, პირველ სეანსში მახსოვს რომ ისეთ დამაჭედებელი კითხვები დამისვა რომ ბიჭო, მოიცა, ეხლა უნდა ვიფიქრო. არ არის პრობლემა, ეს ვიჯექი თავი ჩაუღუნე. მართლა ესია და ეხლა ამაზე თუ გულწრფელი პასუხი უნდა ვთქვა, მე 53 წლის შონზომ ეს უნდა ვთქვა და არ დეხავს, ანუ არ დეხავს რა, ესე იგი მაშინ არ აქვს სეანსაზე თუ დეხავს. და ბახა ეგეთი გამჭოლი კითხვებით ჩავატარეთ. მეოთხე
ისე ნუ გეცინებათ რა გინდა სწავლა მევასებოდა ბავშვობიდან ახლა არ დაიღალოთ რავი დაიღალეთ კაი არანაირ წინება გადაახვიეთ რაღაც ბოლოსკენ დარჩი არ გადაახვიეთ სწავლა აი ნამდვილი ჯიგრები ვინ არიან ხო და ორვიქსი პერსონალური ბრენდი მაგ ჯგუფის უკვე ფორმირებულია სადაც შონზო გაივლის პერსონალური ბრენდინგის კურსი შონზო როგორ უნდა გახდეს უფრო მეტად შონზო დანარჩენ ყველაფერი რაც ჩამოთვალე და რასაც აქ სოციალური ქსელი საიტი რაღაცები აი ეგ უკვე ჩაღმართში აღწერილობაში ვიდეოსი წაიკითხეთ ყველა დაასაპორტეთ შედით დაათვალიერეთ დაულაიქეთ თუ გამოწერა გამოიწერეთ ცოდნის წყაროებს მიუერთდით დაკონექტდით დაიტანეთ ეგეთი ჩაჭერა მაქვს ჩემი თავისთვის რომ ბიჭო მოდი რა იქნება შენ რო ესე ხარ შენ რო გისწორდება რომ წონა შეიკლებ შენ რო რაღაცა ემხნევის ასაკში რომ გახურდით და სწავლა გინდა და რაღაცეების შესაძლებლობები გინდა დაინახო ახალი იქნება გადადო იქნება შეუერთო უცებესიან სილვა თვალებში თვალი არ გაუყაროს გაუარო და გვერდით ესე და ჩაურთო რაღაც ჩიპი ჩაუტვირთო მატრიცაში ვარ კუნფუ ვიციო რომ ამბობს ნეო მაგარია ისა რაღაც ჩაუტვირთავენ პროგრამას და თავიდან გასწორდა კუნფუ ვიცი ბოზიშვილი ვიყო ანუ კუნფუ წავიდა კუნფუ ვიცი შევხვდებით ემპორიუმში შევხედავთ კეტოგენური დიეტის 91 დღე საფინალო დღე ამ კვირის როგორც მოგეხსენებათ ამ ყველაფერს ვახორციელებ ხოლმე ემპორიუმში ეხლაც აქ ვიმყოფები ახალი ტატუ დავიმატე სხეულზე და ვერტიკალურ ვიდეოებს როდებ ეხლა სხვადასხვა პლატფორმებზე კი გამოგიჩნდებოდა აუცილებლად და ალბათ თქვენი კომენტარებით და ლაიქებითაც და წერეთითებითაც შეაფასებით მადლობა ყველას ეხლა მისია რა თქმა უნდა ну ფაქტი რომ წონაში ვიკლებ სახეზია ვისაც არ გაქვთ ნახი როგორი ვიყავი შეგიძლიათ წონადადების 0 ნომერი გადაცემიდან მოყვეთ და ნახოთ და ეხლა ნახოთ სად დავართ რაში ვართ რანი ვართ სად ვივართ ატონვა შევდექით 129 კილოგრამი და 90 გრამ. რა შევით ხოლმე ესე დროს ვაკლებთ 2 კილოგრამს ანსაცმელს, მივიღეთ 127 კილოგრამი და 90 გრამი. რამდენი ვიყავი დასაწყისში? გახსოვთ, რამდენი ვარ ახლა? ნახეთ, გამოვაკლოთ ახლა იმას, რამდენი დამიკლია? კაი, არ გაწვალებთ, აი აქ ახლა ეგ ანგარიში დაიწერება. აი, რამდენი კილოგრამი მაქვს დაკლებული? 91 დღეს. ერთ კვირაში შევხვდებით.